ღამის ჩვენებების დროს უფრო მძაფრად გვხსნავ რეალობას, ვიდრე ქუჩაში. ქუჩის რეალობა აღარ არსებობს. ის რეალობა პირველ სიყვარულს გავს, რომელსაც ბოლომდე ვერ ივიწყებ, მაგრამ ვერც იხსენებ, როგორი. მხოლოდ გამორჩეული შეგრძნებები გახსოვს, სუნი, აულაგმავი ნება, სისასტიკე. როგორც კი გარეთ გამოვდივარ, რეალობის შეგრძნება ჰაერში უჩინარდება თამბაქოს კვამლივით. ურბანულ კროსვორდში მოძრაობის ტრაექტორიას ცივი შუქნიშნები მკარნახობენ. ქუჩაში ადამიანებიც კი მაღალი სიხშირის ანტენებივით დგანან. იქნებ სულ ესა და მეტი არაფერი. იქნებ ცხოვრება მყუდრო კინოდარბაზია, სადაც ვერ ვიგებთ როდის დაიწყო, ან როდის დამთავრდება მორიგი დაბალბიუჯეტიანი ფილმი, დაუმონტაჟებელი სცენებით, ბუნდოვანი გამოსახულებით და განსაკუთრებულად პერვერსიული კადრებით. ფილმსა და ჩვენ შორის თითქოს ეკრანი, მაგრამ იქნებ ეს ეკრანი უბრალოდ ფანჯარა, მის მიღმა კი ისევ ჩვენ დავხედიალობთ, უმიზნად და წინასწარ განსაზღვრულად, როგორც წვეთები შუშაზე. დაგნი, ანუ სიყვარულის ნადიმი. ეს არის რომანი იმის შესახებ, თუ როგორ იწყებოდა მოდერნიზმი. ეს არის 1901 წელი, თბილისში ჩამოდის ნორვეგიელი ქალბატონი, დაგნი იუელ, საჩუქარი არისტოკრატული წარმოშობის, რომელიც მანამდე, სანამ თბილისში ჩამოვიდოდა, იყო შთაგონების წყარო ძალიან საინტერესო და სერიოზული ხალხისთვის. ესენი იყვნენ ედვარდ მუნკ, სახელოვანი ნორვეგიელი მხატვარი, ავგუსტ სტრინბერგ, შვედი დრამატურგი და პოლონელი მწერალი იყო ასეთი სტანისლავ შიბიშევსკი. სტანისლავ შიბიშევსკი იყო მეუღლე დაგნი იუელისა და მასთან გაყრის შემდეგ, რომ გადაეტანა ეს ტრავმა, ასე ვთქვათ, ამ დემონურ პიროვნებასთან გაყრის შემდეგ, იგი ჩამოდის საქართველოში. საქართველოში ჩამოყავს მას პოლონელ ბიზნესმენს ვლად ემერიქს, რომელიც ეთაყვანებოდა მას შორიდან და ეხლა გქონდა შანსი, რომ ახლოდან გამოეხატა ეს დაგმონისცემა. დაგნი იუელი საინტერესო პიროვნებაა იმითაც, რომ იყო იყვნენ ესეთი ქალები მე-19 საუკუნის ბოლოს, რომლებიც ასაზრდოებდნენ დიდი გენიოსების წარმოსახვას. იყო ლუ სალომე იყო ეგეთი, რომელიც იყო ნიჩეს და რილკეს შთაგონების წყარო, ხო? ესეთივე უფრო პატარა მასშტაბის, მაგრამ მაინც ლუ სალომე იყო დაგნი იუელ, რომელიც ასაზრდოებდა სკანდინავური ხელოვნების წარმომადგენლებს. ჩანს მათ შორის ძალიან დაიძაბა ურთიერთობა რაღაც მომენტში და 5 ივნისია თუ არ მეშლება 1901 წლის მოხდა მათ შორის შელაპარაკება და ემერიკი კლავს დაგნის გასტროლი.
რომ დავიწყე წერა რომანის ეს მიდიოდა პრინციპში აი ნაბიჯ ხო ამ ქალის ისტორია, მისი ჩამოსვლაც ის ყველაფერი, მაგრამ მივხვდი რომ მომბეზდა ეს ყველაფერი რაღაც მომენტში, თლაც ბოლომდე რაღაც ენერგეტიკას ვერ ვждომდი აქედან და გადავწყვიტე უკვე დამეწყო ფიქრი იმაზე თუ რა ჩარჩოდა რა კონტექსტი მომეძებნა ამ ამბისათვის და განმაზოგადე ეს თავისებურად ყველაფერი და ჩავხვდე უკვე ის ხალხი, ვინც ასოცირებულია ჩემთვის როგორც საქართველოში მოდერნიზმის წარმოშობასთან, ისე ევროპაში დასავლეთში მოდერნიზმის წარმოშობასთან. Მთელი ეს ფილოსოფია, თუ ესთეტიკა, თუ ინტუიცია, მსოფლმხედველობა, რომელიც დაკავშირებულია მოდერნიზმთან, თავისი ინტელექტუალიზმით დაწყებული და დამთავრებული შამანიზმით და რაღაც პრიმიტიული ხელოვნების სიყვარულით ეს ყველაფერი იქ ჩასმულია. თან მე ვიცოდი რომ არსებობდა ესეთი ლეგენდა, რომ ვითომ, თუმცა ეს არ დასტურდება. ამ ქალს, ამ დაგნიოს ჰქონდა ურთიერთობა გიორგი გურჯიევთან, ცნობილ ოკულტისტთან და ეზოტერიკოსთან. ну ესეც გამოვიყენე რა თქმა უნდა და რომანის ერთ-ერთი მთავარი გმირი არის გურჯიევი. ყოველთვის მინდოდა რაღაც დამეწერა ჯაზი. ყოველთვის მინდოდა რაღაც აი ესეთი, მაგრამ უფრო შემოქმედებითი, კრეატიული, რომანი ან მოთხრობა რაღაც ეგეთი, მაგრამ მოხდა ისე, რომ ერთ-ერთ რადიოსთან იყო ესეთი რადიო სინდიკატი. აი ამ რადიო სინდიკატთან თანამშრომლობდი მაშინ და მისმა ფლობელმა მხოლოდ რომ პატარა სიუჟეტები გამეკეთებინა ჯაზზე. რადიოსთვის და დავიწყებ სიუჟეტების კეთება, სულ რაღაც 5 წუთიანი, 10 წუთიანი რაღაცები იყო. და მე გადავწყვიტე რომ ჯობია რომ ეს ყველაფერი დავალაგო სრულფასოვან, ასე ვთქვათ, პანორამულ წიგნში, სადაც მთელი ისტორია იქნება მოყოლილი. მე ეს განგებ, მომიდომე რომ ქართველებს მოვუყვე ლიტერატურული ენით, თუ რა არის ჯაზი და როგორ წარმოიშვა და მთელი მისი ცხოვრება ამერიკაში. ჯაზი საბჭოთა კავშირში. ეს არის 1950-იანი წლების დასაწყისი. სტალინი ჯერ ცოცხალია და ჩნდებიან ეგრეთ წოდებული სტილაგები. სიძღვიდან სტილი. ანუ ახალ თანამედროვე სტილზე ნახული ხალხი. ეგეთივე სტილაგები იყვნენ თბილისშიც. თბილისი არასოდეს არ ჩამორჩებოდა ამ მხრივ. მოკლედ ჯაზი ყოველთვის იყო დაკავშირებული საბჭოთა კავშირში, იყო დაკავშირებული ამის ახალს არ ვამბობ, საბჭოთა იდეოლოგიიდან და ესთეტიკიდან გაქცევასთან, თავისუფლებასთან ასოცირებული რამ იყო. პირველ ყოვლისა და მართლა კარგი მუსიკის ახმასთან იყო დაკავშირებული. ეგ იყო, იმიტომ რომ მართლა საოცარი ხალხი ქმნიდა ამ მუსიკას. ამ მუსიკას ქმნიდა ნახევრად გაუბედურებული, ნახევრად ახტაცებული, ნახევრად გიჟი, ნახევრად ჩვიანი, ნახევრად რაღაც ბანკსა და ნარკოტიკს იტელებული ხალხი, რომლის ტვინშიც რა პრინციპები მუშაობდა, როცა ისინი ალაგებენ იმპროვიზაციას, აი ჰარმონიულ სლებს, რაც ისინი აკეთებენ. ну გართულია მაგის დარბობინა, რომ ჩვეულებრივ ადამიანს ეგეთ რაღაც შეიძლება მოუწოდოს.
რაც შეეხება რომანს მელია ტულეფია ფოქსტროტ, ესეც იგივე სტიმულით არის დაწერილი, რაც იყო დაგნი, ანუ საქართველოს და გარე სამყარო, ანუ უცხოს ჩამოსვლა საქართველოში და საქართველოს ურთიერთობა სხვა კულტურასთან და ასე შემდეგ. პირველი სწორედ ასე ვთქვათ, მუხტი იყო ეს 1926 წელს საქართველოს ჩამოდის ამერიკელი ბიზნესმენი თავისი მეუღლითურთ. საქართველოში მაშინ უცხოელები დიდი რაოდენობით ჩამოდიდნენ, დიდი პრობლემა ეს არ იყო, მაგრამ საინტერესო იყო, რომ ეს ხალხი ადის სვანეთში, მოგზაურობენ სვანეთში, ამას აღბეჭდავენ ყველაფერს და იქ აღბეჭდილია მათ მიერ გადაღებულ ვიდეოზე, ისინი განან სვანებთან ერთად და სვანები ცეკვავენ თავიანთ რიტუალურ ხალხურ ცეკვას და ესენი ცეკვავენ ფოქსტროტს. ჩემ ხელში ეს ფირი აღმოჩნდა 2003 წელს ვისი წყალობით ამერიკაში საქართველოს ყოფილი ელჩის თედო ჯაფარიძის წყალობით აღმოჩნდა ჩემ ხელში. ვის ხელშიც ეს ფილმი აღმოჩნდა კიდევ სხვა გზებით. პრეზიდენტ კლინტონის ყოფილი მრჩევლის სტროუ ტელბოტია ეგეთი, დღეს არის იგი ბრუკინგსის ინსტიტუტის ამერიკის ერთ-ერთი მთავარი ანალიტიკური ცენტრის დირექტორი, რომელიც მეგობრობს თედოსთან. თედოს წარუდგინა თედოს ჩაუვარდა ეს ფირი სწორედ სტროუ ტელბოტის წყალობით, ხოლო სტროუ ტელბოტს როგორ ჩაუვარდა ეს? აი ვასერმანების შვილები წლების განმავლობაში იყვნენ ამერიკის დემოკრატიული პარტიის ძალიან გავლენიანი ფიგურები. მათი ქალიშვილი და მათი ვაჟი. აი სტროუ ტელბოტი როგორც პოლიტიკოსი ჩამოაყალიბა და რაღაც ხელი შეუწყო სწორედ უილიამ ვასერმანის ქალიშვილმა, მარი რიდერ ვასერმანმა და აი სწორედ მისგან წამოვიდა ეს მომენტი, ის მოხდა სრულიად შემთხვევით. სტროუ ტელბოტი ერთხელ სტუმრობდა ამ მარი ვასერმანს, იყვნენ ისინი მისულები თავიანთი ძაღლით მათთან, თუმცა ვასერმანებს ასევე თავიანთი ძაღლი ყავდათ იქ და მოხდა ისე, რომ თავიანთი ძაღლი უნდა ჩაეკეტათ სარდაფში. და რო ემშვიდობებოდნენ, ის ძაღლი უნდა გამოეყვანათ გარეთ, ასე ვთქვათ. ამ ხალხმა თქვა, იცით რაო, მეო სარდაფში რაღაც ფირები მიდევსო და ერთ ფირს აწერია Georgia 1926, საქართველო 1926 წელი. და ეგრე შეხედო თუ ამასო. ტელბოტი დაინტერესდა, გამოართვა ეს ყველაფერი, ჩაწერა ვიდეო კასეტაზე, ის გადაიტანა და მისცა თედოს. და თედომ რო ნახა ეს კადრები, გადაერია აბსოლუტურად წარმოიდგინეთ სვანეთი 1926 წლის, განან სვანი მახშვები და სვანი გლეხები ცეკვავენ და მათ ფონზე ამერიკელი ბიზნესმენი სულთან ერთად ცეკვავს ფოქსტროტს. მე მგონი საკმარისი მასალაა იმისათვის, რომ რომანის წერა დაიწყო ამ კადრების ნახვის შემდეგ. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ლიტერატურული უწონადობა, მე გახლავართ მისი ავტორი და წამყვანი შოთა გაგარინე. დღეს საუბრობთ პერვერსიაზე, საუბრობთ ძალიან საინტერესო სტუმართან, მწერალ ბატონ ზურაბ ქარუმიძესთან. პირველი კითხვით უკვე მოგმართავთ თქვენ შემოქმედება რო გავიხსენოთ თუნდაც ამ თემასთან დაკავშირებით. ესე იგი პირველი იყო პოროდოს, რომელიც გამოვიდა 90-იან წლებში მოთხრობა, ხო? მეორე მელია ტულეფია ფოქსტროტ, პირველი არ მაქვს წაკითხული, ვეღარ ვიპოვე, ვერ მოვჩიჩქნე, მათ შორის ვერც საჯარო ბიბლიოთეკაში. მელია გადმოცემით ვიცი, რომ იქაც იგივე რიტუალია აღწერილი, რაც მელია ტულეფიაში, მაყურებელსაც რო აუხსნა, წინ დგება ერთი ადამიანი, იმას ქვია, ხო, ადრეკილა. ადრეკილა ქვია იმას, კი. წინამძღოლს ქვია ადრეკილა. უკან დგებიან სხვა სვანები და ერთმანეთს უკნიდან უკაქუნებენ და წინ ვინც დგას ყვირის მელია ტულეფია იოხ და წკეპლას ურტყავს უკან მდგომებს. ეს რა ვიცი, მე გამახსენდა კიდე ეს რო წავიკითხე დათო ბარბაქაძის ტრფობა წამებულთა. იქაც საკმაოდ პერვერსიული თემა შემოდის, როცა 4 ოჯახი ყველანაირ კონტაქტს ამყარებს ერთმანეთთან და იქაც რაც აერთიანებს ჩემი აზრით, ჩემი
შეიძლება ძალიან თამამი განმარტება და ინტერპრეტაცია იყოს. ორივეგან, ესე იგი, ეს პერვერსია არის მეტაფორა ჩემი აზრით იმ მოვლენებზე, რაც ხდებოდა დაუშვათ 90-იანებში ისტორიაში, ჩვენს უახლეს ისტორიაში და ორივეგან საკმაოდ ნეგატიური კონოტაციით არის. ანუ დავთო ბარბაქაძის შემთხვევაში სიტყვას უმეორდება და მოტყნა, როგორც მოტყუნება და თქვენ შემთხვევაში ეს რიტუალი, სადაც ვთქვათ ყველას როგორც ივანე ჯავახიშვილი იტყო და უქაქუნებს. რამდენად სწორი ინტერპრეტაცია ჩემი მხრიდან და საერთოდ არის თუ არა ეს დაუშვათ არის თუ არა მეტაფორა. დიდი მადლობა მოწვევისთვის. კი, რა თქმა უნდა, ნაწილობრივ ყველა ინტერპრეტაციას თავისი, ასე ვთქვათ, არსებობის უფლება აქვს. კი, ეს მეტაფორაა პირველი სხულისა, რა თქმა უნდა, ორივეგან, ანუ მოთხრობაში პაროდოსი, რომელიც მიეძღვნა სამოქალაქო ომს თბილისში და ის სვანური რიტუალი თქვენ რო აღწერეთ, ტარდება სწორედ თავისუფლების მოედანზე და რა თქმა უნდა, მეტაფორა რომანშიც მელიატულეფია ფოქსტროტ. მე ამ შემთხვევაში პერვერსიას იმდენად ვერ დავარქმევდი ამას ყველაფერს, იმიტომ რომ ეს რიტუალი მაინც არის ნაყოფიერების რიტუალი. ეს არის სიცოცხლის განახლების რიტუალი, ორიგინალურად, რა თქმა უნდა, იქ სადაც იგი შეიქმნა. თავისუფლების მოედანზე უკვე პერვერსია. რა თქმა უნდა. მაგრამ როგორც კი შემოდის ამ კონკრეტულ პოლიტიკურ კონტექსტში, ეს ეგრევე იქცევა, რა თქმა უნდა, რაღაც პერვერტულ აქტად. ყოველ შემთხვევაში ეს არის პაროდირება რაღაც მითოლოგიური სქემებისა, რომელიც, სხვა ლიტერატურებშიც მომხდარა და ამ შემთხვევაში მეც მაგ ხერხს ვიყენებ. ეს არის თვითონ კონკრეტული პოლიტიკური სიტუაციის პაროდირება, იმიტომ რომ ასეთი რამ რაღაც მითოლოგიური სქემა როცა მოედება თანამედროვე სიტუაციას, იქ ჩდება ეს კონტრასტის ეფექტი და მე მაგაზე ვთამაშობდი. ამიტომაც შემოვიტანე ეს მომენტი. ნაყოფიერების რიტუალი აჩვენებს პირიქით ნგრევის და უნაყოფობის განცდას. ანუ ნაყოფიერების რიტუალი სრულდება ნგრევისას და უნაყოფობისას. არის ეგ მომენტი ორივეგან. ბერტრან რასელი ამბობდა წერან გამახსენდა რომ პორნოგრაფია შექმნეს თქვენმა პატრიარქებმა, ეს მის ციტატა. შეგვიძლია თუ არა განვიხილოთ ნებისმიერი აბსოლუტისტური ფილოსოფიის ან დაუშვათ ღმერთის კონცეფცია, როგორც ან იგივე ედემის ბიბლიური ისტორია, პერვერსიის დაბადების ისტორიათ, იმიტომ რომ სადაც არის აკრძალვა, იქ ჩდება პერვერსია. და დაუშვათ ცნობადი ხილის შეჭმა, ეს უკვე პერვერტული აქტია. ხო, აქ ორი გაზომილება აქვს საერთოდ პერვერსიას კულტურული თვალსაზრისით წარმოვიდგინოთ. ერთი უდაოდ, რა თქმა უნდა, ეს არის რაღაცა კანონის დადგენა, რომლის, ასე ვთქვათ, გადალახვაც გულისხმობს იმას, რომ შენ უკვე გადიხარ ამ განმარტებულ პერვერსიულ მდგომარეობაში იმყოფები. ეს ერთი მომენტია. მაგრამ ამას უფრო სიღრმისეულად თუ შევხედავთ, სხვანაირად უნდა მივიდეთ. ხო, ადამიანი არ არის მხოლოდ და მხოლოდ რაღაც ბიოლოგიური არსება, ადამიანი არის სოციალური და კულტურული არსება, რომელსაც აქვს თავისი წარმოსახვისეული მომენტები, ხო? აი, რომ გავიხსენოთ მეფელირი, სადაც შექსპირის მეფელირი, ამოსო ადამიანს იმაზე მეტი თუ არ მიეცი, რაც სჭირდება, ეს ადამიანი აღარ იქნება. ანუ ის რაც მისი ბუნებრივი მოთხოვნილებაა, იმას ცილდება ადამიანი როგორც ბიოლოგიური არსება და როგორც სოციალური და კულტურული არსება გადის სხვა განზომილებებში და სხვა რაღაც წარმოსახვისეულ სახეებში. იგივე აქ დოსტოევსკის ნათქვამი, რომ შერლოკ ჩილავეკ я бы сузил, ამიტანი ფართო ადამიანი ძალიან გასულიო სხვადასხვა რაღაცეებშიო და მე დავავიწროვებდიო, მე მიყონდი ამას. არის ადამიანში გამომდინარე მისი სოციოკულტურული მდგომარეობიდან და არა მხოლოდ ბიოლოგიურიდან, ესე იგი მოთხოვნილება გავიდეს ადამიანიდან. კი, ნებისმიერი აკრძალვა იწვევს უკუ რეაქციას და იწვევს გადახვევას ამ აკრძალვიდან, ხო? აი, პავლე მოციქულის ტექსტია, ხო, რომ არ ყოფილიყო კანონიო, მე არ შევწოდავდიო, ხო? არის ეგეთი რაღაცა. და ნებისმიერი კანონი იწვევს უკვე რაღაცნაირი გადახვევის, გადახრის მომენტს და ეს დევს ადამიანში. და მთელი კაცობრიობის ისტორია ფაქტიურად აი ამ კონფლიქტზეა აწყობილი
ბავშვად ნორმალურობისა და ამ ნორმალურობიდან გასვლის თავისუფლებისაკენ სწრაფი შეიძლება ესეც დავარქვათ, ხო? ადამიანში ორი საწყისია სასრული დაუშვათ, ხო? სიკვდილისკენ მიმართება, მაგრამ უსასრულობის საწყისის მუშაობს მასში, რომელიც მასში რაღაც სხვა სიმბოლოებს აღძრავს, სხვა ურთიერთობებს ბადებს და სხვა პირველ რიგში სხვა უტოპიებს ბადებს, რაც რა თქმა უნდა, ეგ არის კი. ანუ აღძრავის გარეშე პერვერსია არ იქნებოდა. პერვერსია არ წაერქმებოდა აღძრავის გარეშე. ხო, თუმცა აი პირველადი მნიშვნელობა შუა საუკუნეებში გაჩნდა ეს ტერმინი, პირველადი მნიშვნელობა ეს იყო აი ნორმიდან დევიაცია, იმდენად სექსუალურ კონტექსტში არ ხმარობდნენ ეს უკვე გონი ფროიდმა დააკანონა პირველად 3 ესეი რო აქვს სექსუალობის შესახებ და იქ ამ პერვერსიას სხვა შორის მანდაც ძალიან საინტერესოა, განიხილავს ცდილობს ხიდი გადოს პერვერსიასა და ნორმალურობას ბჭყალებში შორის და ამბობს მაგალითად მოყავს ბავშვი, იმიტომ რომ ბავშვისთვის ეს პერვერსიის ცნება უცხოა, იმიტომ რომ მაშინ არ არის ჯერ გამჯდარი სოციალური კონსენსუსები, ჯერ არ არის სოციალური ცხოველი. აი ამ თვალსაზრისითაც პერვერსია ძალიან, აი პერვერსია უბიწოების მომენტს ატარებს, ბავშვი ხო უბიწოა ამ შემთხვევაში. ეს თემა რო განვავრცოთ და უბიწოება პერვერსიაში. ხო, გააჩნია ესე თუ კი ავიღებთ იმ საზოგადოებას, რომელზეც წერდა ფროიდი, რომელიც ანალიზსაც აკეთებდა ფროიდი, რომელიც დამძიმებული იყო რაღაც აკრძალვებით, რაღაც პირობითობებით და რომელიც, მაშინ პირველად ამოიკითხა მან ნევროზის მდგომარეობა, ხო? ამ ნევროზის მდგომარეობასთან შედარებით ბავშვის მდგომარეობა მართლა უბიწოებაა და ეს რაღაცნაირად შეიძლება ჩავთვალოთ, რომ აი ბავშვის პერვერტულობა, ანუ გარემდგომლობა ამ ნორმებიდან, ამ შემთხვევაში პერვერტულობა, თუმცა კლასიკური გაგებით ეს პერვერტულობა არა, ეს არის შუა საუკუნეების უნებრივი მდგომარეობა, მის ეს არის უბიწო მდგომარეობა, მის პირიქით პერვერსიები იწყება იქ, სადაც აკრძალვის გამო ხდება რაღაც სიმბოლური წიაღშლების მოძებნა, ანუ სუბლიმაციის პროცესში შეიძლება რაღაც პროცესები დაირღვეს და მიიღოს პერვერტული სახე. ვიმეორებ ამ პერვერსიას ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, იპოსტასი აქვს, ძალიან ბევრი გამოხატულება, ძალიან დაბალი რანგის, ძალიან მარტივი, პრიმიტიული, ისე როგორც სუბლიმაციას აქვს ძალიან მარტივი გამოხატულებები და არის საკმაოდ მაღალი რანგის სიმბოლიზაცია, რომელიც ამ დროს ხდება. აი ქართული ხალხური, ვთქვათ, ზეპირსიტყვიერების წიაღიც რომ ახსენოთ ზღაპრები საკმაოდ პერვერტულია ჩვენი ქართული ხალხური ზღაპრები, ლექსები კოტეტიშვილმა მშვენიერი წიგნი გამოაქვეყნა. ის როგორ იყო ფილიპე, ჩიტა რო შეხავ მილშია. 10 თუმან დაგათულენგეს, მაგარა გეჭირა მჯიხშია. რა გაგიჭირდა ასეთი რო ყოფთი თქვა და კირშია. 10 თუმან ყველა მოგცემდა ენახე გასაჭირშია. ამას ხო ძირითადად დაჩაგრული ხალხი ქმნიდა ამ ზღაპრებსაც და ლექსებსაც დაბლა მდგომი სოციალური კლასი. შეგვიძლია განვიხილოთ რაღაც ამბოხად, არც ძალაუფლების წინააღმდეგ იქნება ეს პერვერსია, რაღაც პროტესტი იყო, ან ხო აი ამბოხის კონტექსტი. ხო, თუ ავიღებთ ხალხურ შემოქმედებას, ავიღებთ ზღაპრებს ან ხალხურ პოეზიას, განსაკუთრებით მთიულურ პოეზიას, მე აქ ვერ დავინახავდი სოციალურ პროტესტს, კი შეიძლება რაღაცნაირად სოციალურად, ეკონომიკურად სიდუჭილეში ყოფილი ხალხი ქმნიდა ამას, მაგრამ სულიად ის ხალხი საკმაოდ ლაღი იყო. გაცილებით უფრო მეტად ლაღი, ვიდრე კლასიკოსი მწერლები, რომლებიც დაუშვათ მე-19 საუკუნეში ქმნიდნენ ან მანამდე ქმნიდნენ ქართულ ლიტერატურას. იმიტომ რომ აი ხალხურ პოეზიაში არის სწორედ ის თავისუფლება, ის სილაღე, აი ეს კამბრეზი, ის ღია მინიშნებები რაღაც სექსუალურ და ეროტიკულ მომენტებზე, რაც ჩვენს ლიტერატურულ კლასიკაში თუ არ ჩავთვლით რამოდენიმე მომენტს ვეფხისტყაოსანში და დაუშვათ დავით გურამიშვილის ქაცვიან მწყემს პრაქტიკულად მე-20 საუკუნემდე არც კი ჟღერს, ხო? ის ხალხი გაცილებით უფრო ამ მხრივ თავისუფალი ხალხია, რომელიც ქმნის აი ესეთ სახეობას. არა, ეს მაინც არის აი ეს კლასიკური უკვე კულტუროლოგიაში ცნება, კარნავალიზაციის ცხოვრების, ბახტინისეული ცნება, რომელიც გულისხმობს სკაბრეს, გულისხმობს გროტესკს,
ანუ რაღაც ასე წაგრძელებულ ფორმებს, ფალიკურ ფორმებს და ვაგინალურ ფორმებს, რაც ისევ და ისევ სიცოცხლის განახლებასთან არის დაკავშირებული და ნაყოფიერებასთან არის დაკავშირებული. მე აი იმ ხალხურ პოეზიას პერვერსიად ვერ აღვიქო. ჩემთვის სკაბრეზი არის პირიქით ძალიან ჯანსაღი მოვლენა, ეს როგორც იუმორი, როგორც პაროდია, როგორც კარნავალიზაცია ყველაფრისა. ეს არის კლიშეების დაანგრევისკენ სწრაფვა და სიცოცხლის განახლების ასე ვთქვათ, კიდევ ერთი გათამაშება, გინდათ სიტყვიერი, გინდათ ლექსის მეშვეობით, გინდათ სიმღერის მეშვეობით, გინდათ ცეკვის მეშვეობით, გინდათ რაღაც რიტუალების მეშვეობით. თვითონ აი ეს ხალხური, აი ეს კარნავალი არის ჯანსაღი რამ და მე მას ამ შემთხვევაში თანამედროვე გაგებით პერვერსიად ვერ დავარქმევ. თუმცა ისევ და ისევ კლიშეებს თუ ავიღებთ რაღაც სოციალურ და საეკლესიო კლიშეებს, მათთვის ეს რა თქმა უნდა გადახრა ნორმებიდან და ასე შემდეგ. თანამედროვე კონტექსტში დავუშვათ, აი თანამედროვე ახლა პრინციპში უკვე კულტი აღარ არის, დავუშვათ 90-იან წლებში იყო cinema of transgression, ერქვა, ანუ ტრანსგრესიული კინო, კულტი იმდენად კულტი, რომ მეინსტრიმშიც გამოაღწია, იქ კვენტინ ტარანტინო პირდაპირ ფილმებში რაღაც რევერანსებს უკეთებდა ნიგზეც, ვინც არის ტრანსგრესიული კინოს ერთ-ერთი მამამთავარი კერნთან ერთად, რომელიც ახლა ნიუ-იორკში ტაქსისტად მუშაობს და ტარანტინოს აქვს იმაში კრიმინალურ საკითხავში ბრუს ვილისის გმირი ამბობს, რომ ზედი მოკვდა ფილმის დასასრულში, იმიტომ რომ მე ესე გავიგე, რომ იმ ანდერგრაუნდმა ამოაღწია მეინსტრიმში ტარანტინოს გავლით დაუშვათ, თუნდაც, მაგრამ კიდე სხვა რეჟისორები ლიტერატურაშიც პრინციპში იდენტური რამ ხდება. პორნოგრაფიამ თანამედროვე სამყაროში მოიკიდა ფეხი უკვე აი თანამედროვე კლასიკაში. მაგალითად მიშელ უელბეკი ხა ითვლება თანამედროვე კლასიკად, ქართულ სერიასაც ასე ქვია თანამედროვე კლასიკა, რომლის ეგიდითაც გამოიცა. საკმაოდ ისეთი პორნოგრაფიული სცენებია. ჩვენ ხალხურ პოეზიაზე უკვე ვთქვით, რომ ეს არ შეიძლება განვიხილოთ პერვერსიად, ეს უფრო რაღაც სილაღეა. ამ შემთხვევაში რა ხდება? ხო, კულტურის. მე უფრო ადრეული პერიოდიდან დავიწყებდი, როდესაც ლიტერატურა იწყებს, ასე ვთქვათ, რაღაც კლიშეების დაანგრევას. ეს ადრე კლასიკურ ლიტერატურაში ხდება, მაგრამ პირველი დიდი, ასე ვთქვათ, კლიშეებთან მებრძოლი არსება ლიტერატურა იყო მარკიზ დე სადი, რომელიც მე-20 საუკუნე ხელახლა აღმოაჩინა. ხელახლა აღმოაჩინა სწორედ აი ამ უკვე პერვერსიულობის გაცნობიერების ფონზე და პერვერსიის კულტუროლოგიური და კულტურული ფენომენის გააზრების შედეგად. როლან ბარტმა ამოქაჩა ხო ფაქტობრივად. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით რა თქმა უნდა ფრანგებმაც, შემდეგ პოსტსტრუქტურალისტებმაც და ამერიკის საერთოდ ხელახლა დაიწყეს მისი წაკითხვა და აი ეს იწყება მოკლედ დაახლოებით სადღაც მარკიზ დე სადიდან. ანუ ჩვენ რაზეც ახლა ვსაუბრობთ, ეს არის მოდერნიზმის წინა პერიოდი და შემდეგ მოდერნიზმის უკვე განვითარების ხანა, როდესაც პერვერსია იქცა ბურჟუაზიული და რაღაც ესეთი მოხმარებლური კულტურის წინააღმდეგ გალაშქრების, ბრძოლის და რაღაც ახალი სივრცეებისკენ ტრანსგრესია, ტრანს რაღაც საზღვრების გადალახვა. ეს ყველაფერი მოდერნისტული მსოფლმხედველობის აუცილებელი მუხტია, ხო? აუცილებელი ძალა, რაც ამოძრავებდა მოდერნისტებს დაწყებული აი 19 საუკუნის მეორე ნახევრიდან, სადი ცოტა ადრინდელი პერიოდია, მაგრამ მაინც განსაკუთრებით 19 საუკუნის მეუნახევრი და იფეთქებს უკვე მე-20 საუკუნის დაწყებასთან ერთად ის ეპოქა, რომელსაც ქვია მოდერნიზმი და რომელიც დღესაც, ასე ვთქვათ, აი დიდი მუხტი დღესაც ვითარდება იმ მოვლენებში, როცა თქვენ ტრანსგრესიულ კინოს ეძახით და ასე შემდეგ. რაც კი რა ერთეული მაგალითი. ხო, ნუ ეხლა იმაზე მეტი ტრანსგრესია რა გინდათ ლუის ბუნიუელის და დალესის ფილმში თვალს რო სერავს, ასე ვთქვათ, საპარსი, ეს არის ერთ-ერთი პირველი გამოხატულება, ასე ვთქვათ, აი ამ რაღაც საზღვრების გადალახვის და რაღაც ახლისკენ და თავშლოვისკენ სწრაფვის. ამას ემატება ფონად ის მოვლენები, რაც ხდება ფსიქოანალიზის წარმოშობა, ატომის დაშლა, ხო? პირველი მსოფლიო ომი, რომელსაც ახალი იარაღი შექმნა და ადამიანებს აბსოლუტური შოკი მიაყენა. ახალი იარაღი და დადა შექმნა. რევოლუციები, დიქტატორული რეჟიმები, ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, ისეთ განზომილებებს უხსნიდა ადამიანს, რომ პერვერსია კი არა, არ ვიცი, ფაქტიურად სამყარო აბსოლუტურად შეირყა. რეკლამაზე გავიდეს და დაუბრუნდეთ.
ბრუნდებით რეკლამიდან შეგახსენებთ ეს გახლავთ გადაცემა ლიტერატურული უწონადობა, ვსაუბრობთ პერვერსიაზე და ვსაუბრობთ ბატონ ზურაბ ქარუმიძესთან. მარკის დესაც შევეხეთ სანამ რეკლამაზე გავიდოდით. ესე იგი, არსებობს პერვერსია, რომელიც სექსუალობიდან იღებს სათავეს და არსებობს მენტალური, იდეოლოგიური პერვერსიები. ჩემი აზრით ეს ორივე გადაჯაჭვულია, თუნდაც მარკის დესადი არის ამის მაგალითი, როცა უტოპიაზე ვამზადებდი გადაცემას, იქ გადავაწყდი საინტერესო ინტერვიუს სლავოი ჟიჟეკთან, სადაც ჟიჟეკი უტოპიურ ნაწარმოებებში დაუშვათ ტომას მორის და უცნობილ უტოპიასთან და 1900 ამბობდა მარკის დესადის ბუდუარის ფილოსოფიას. იმიტომ რომ ეს განიხილავდა როგორც მეტაფორას მთელ სოციალურ სტრუქტურაზე. ამბობდა რომ სადის აზრით თუ მთელი საფრანგეთი არ იქნება ლიბერტინი, დაბრუნდება მონარქია. და არ ვიცი რამდენად ვალიდურია ხა ესეთი ინტერპრეტაცია, თუმცა ძალიან საინტერესოა. ჟიჟეკის სტილშია ძალიან. კი, ძალიან ჟიჟეკის სტილშია. თუმცა მარკის დესადამდე იყო კიდევ ჰელიოგაბალი. ჩვენ საუბრობდით პერვერსიის და ძალაუფლების ურთიერთკავშირზე და აი ჰელიოგაბალი, ანტონე ნარტოსაც აქ რომანი გვირგვინოსანი ანარქისტი მგონი ასე ითქვა. გვირგვინოსანი ანარქისტი, სადაც წერს ჰელიოგაბალზე მაყურებელს რო განუმარტოთ 14 წლის იმპერატორი, რომელიც პირდაპირ გამოდიოდა ქუჩებში და ბაზრებში ეძლეოდა პირველ გამლელებს მიზერულ ფასად, შეეძლო ყველა მონას და გლეხს, ვთქვათ, სექსუალური კონტაქტი დაემყარებინა იმპერატორთან. რითიც პრინციპში ძალიან ინსპირატიული, დიდი ინსპირაციის წყარო იყო ყველა ხელოვანისთვის ეს ფიგურა, განსაკუთრებით ანტონე ნარტოსთვის. და ეს იყო მოდერნისტი თეორეტიკოსი და დრამატურგი, სისასტიკის თეატრის შემქმნელი, თეატრისაც სადაც პერვერსიამ და მაღალ ესთეტიკურ, ასე ვთქვათ, დონეებს მიაღწია. ხო, და აი ამ კონტექსტში აინტერესებდა არტოს ძალაუფლების წინააღმდეგ ციხის შიგნიდან გრევა. ანუ ყველა რომაულ ფასეულობას ჰელიოგაბალმა შეუყენა წყალი და დაცინოდა თავის პრივილეგირებულ პოზიციას. მემარცხენე იმპერატორი იყო. ლენინი იყო ჩვენ წელთაღრიც ხო. ხო. ეს ძალიან ძველი ტრადიცია. ჩვენ ვსაუბრობთ ახლა პერვერსიაზე, ხო, რაც არის, ასე ვთქვათ, რაც გულისხმობს ნორმიდან გადახვევა, ძალიან მარტივად რო თარგმნოთ ეს ტერმინი, ხო? რუსული სიტყვა извращение, არის ქართული სიტყვა, რომელიც ამ ტერმინს თარგმნის, უცა ძველი სიტყვა დაძველებული. გულარძნილება არის ასეთი სიტყვა, რომელიც მართლა ტლანქია ცოტა, თუმცა მაგას ნიშნავს. გარდა გულარძნენა აბოთფილელის სამეფოში. სუსტად ეგ არის. შენვრად გაახსენე. ეს მოვლენა მიმეორებ თანსდებს კაცობრიობის ისტორიას, ცივილიზაციას, კულტურას, ცივილიზაციას, ყველაფერს აბსოლუტურად და მას ძალიან ბევრი გამოხატულება აქვს. მე მინდა ჰელიოგაბალს დაუბრუნდე მერე. პერვერსიას საინტერესო ანალოგები აქვს ყველა სფეროში, მათ შორის ძალიან საინტერესო რელიგიური ანალოგია აქვს პერვერსიას. ძალიან ცნობილი მოვლენა ესა, რომელიც გავრცელებულია ყველა ქრისტიანულ და არა მხოლოდ ქრისტიანულ რელიგიაში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ქრისტიანობაში. ამ მოვლენას ქვია სალოსობა. რუსულად იუროცტვა. თუმცა სალოსი ბერძნული სიტყვაა და ჩვენ ბერძნული სიტყვა ავიღეთ სალოს. ღვთის გლახა კიდე ერთი ცნება გვაქვს, მაგრამ მაინც უფრო აკადემიურად სალოს იწვევს. რუსებიც კი იყენებენ ამ ტერმინს სალოს და ასე შემდეგ. ვინ იყვნენ სალოსები? იწყება ეს დაახლოებით მე-4 საუკუნიდან ეგვიპტეში. ანუ ძალიან ადრეულ სტადიაზე ქრისტიანობა. ვინ იყვნენ სალოსები? სალოსები იყვნენ ის ადამიანები, ვინც ცდილობდნენ, ასე ვთქვათ, სოციალური ეპატაჟის კლიშეების წინააღმდეგ, რაღაც სტანდარტების იდეების წინააღმდეგ სულით მიეღწიათ რელიგიური, ასე ვთქვათ, წინსვლისათვის და ქრისტესთან ზიარების. ისინი იყვნენ გიჟები ქრისტესათვის. გიჟები ქრისტეს გამო. ეს იყო ის ხალხი, ვინც თვითონ ქრისტიანულ ნორმებსაც კი ანგრევდა
და პირიქით ამითი დაენგრიათ, ასე ვთქვათ, საკუთარი სწრაფვა და უშუალოდ იგივე ხიბლისაკენ და ამპარტავნებისაკენ, ხო? ეს არის მართლაც და ძალიან საინტერესო მოვლენა, კი დღეს მათ ალბათ ანარქისტები შეიძლება დავარქვათ. შეიძლება უწოდოთ, რა ვიცი, რადიკალური მემარცხენეები თუ პოლიტიკურ განზომილებას შეიძლება დეკონსტრუქტივისტები დავარქვათ, ხო? დღეს ეგენი არიან დეკონსტრუქტივისტები, წმინდა ფილოსოფიური და ინტელექტუალური თვალსაზრისით. ეს ხალხი ფაქტიურად იყო ოფიციალური კულტურის ალტერნატივა, ხო? რაღაც თვალსაზრისით. ის რაც კარნავალურ კულტურაში იყო ჩადებული როგორც ოფიციალური იდეოლოგიის, ასე ვთქვათ, აყირავების საშუალება, ეს ხალხი რაღაცნაირად ქმნიდა, ოღონდ როგორი ალტერნატივა იყო, იცით, აი დიალექტიკური მომენტი იყო რა. მისი მეშვეობით ის კულტურა თავის განახლებას ახდენდა. ნუ ძალიან სერიოზული ტრადიცია იყო ბიზანტიაშიც ამისი, გასულ რუსეთში განვითარდა ეს ძალიან რუსო. საქართველოში ნაკლებად, თუმცა კი, მაინც ალოსობა თავისებურ როლს თამაშობდა. ნუ არის ისლამში, სუფიურ ისლამში არიან დერვიშები, მაგ ტიპის ხალხი. ისინი განგებ მიდიოდნენ პერვერსიაზე, მიზან მიმართულად, შეგნებულად მიდიოდნენ პერვერსიაზე, იმიტომ ამ პერვერსიის შინაარს რაღაც ფიზიკური სიამოვნება კი არ წარმოადგენდა, არამედ წარმოადგენდა მეტაფიზიკა. წარმოადგენდა რაღაც სულიერი სწრაფვა, რაღაც მისტიკური ხედვა რაღაცისა. მე მგონი, როდესაც მე-20 საუკუნე იწყებს უკვე რაღაც პერვერსიულობის გათამაშებას ლიტერატურაში, ხელოვნებაში ყველგან, იქაც ეს მომენტი ტრიალებს. უპირველეს ყოვლისა პერვერსია უნდა იყოს შემოქმედი კრეატიული. უნდა იყოს კლიშეების დამგრევი და იდეოლოგიის დამგრევი. იმისათვის რომ მოხდეს განახლება. იმისათვის რომ მოხდეს რაღაც განახლებაში რაღაც ხელს მიღმა ხელახალი გააზრება რაღაცის ტრანსცენდირება უნდა მოხდეს რაღაცეების, რაც უკვე კარგავს თავიანთ, ასე ვთქვათ, აი წმინდა შემეცნებით ფუნქციას და ასე შემდეგ. პერვერსია, რომელიც უბრალოდ სიამოვნებაზეა ორიენტირებული, საერთოდ არ წარმოადგენს. პერვერტები იყვნენ ვინ? მე-20 საუკუნე რო ავიღოთ, ხო? ცნობილი პერვერტები, ლიტერატურები, ხო? ჟორჟ ბატაი, ჟან ჟენე დაუშვათ, ხო? ჟან ჟენე. ესე იგი, იმდენად პერვერტული, ზოგჯერ გძულს მისი კითხვა, მაგრამ ისეთი პოეტური პასაჟები აქვს და ისეთ სიგნალებში გადის, რომ ქართულად არის ნათარგმნი ნოტრ-დამ დე ფლერი, ჟან ჟენეს კიდე მაყურებელს ქართულად და ინგლისურად მაგ საკითხი ფრანგულად არ ვიცი ძალიან კაი. პერვერტი იყო ვენედიქტ ერაფეევი. ლოთი როდესაც თვალი დოსტოევსკი უწოდეს, ვინც ითხოვს ერაფეევს, ყველას გონია რომ ეს კაცი ლოთი იყო, უბრალოდ იმიტომ რომ სვავდა და ასე. მისთვის ლოთობა ეს არის იგივე რა სუფიესთვის იყო ვინის სმა, რომის მეშვეობითაც იგი ეზიარება. სალოსობა. აბსოლუტური სალოსი იყო ვენედიქტ ერაფეევიც ამ თვალსაზრისით. აქვს ეს სალოსური რაღაც იუმორიც, თვითირონიაც, დაღადავება ყველაფრის აყერება, მაგრამ ამავე დროს სალოსური უნარი მიანიშნოს ძალიან ღრმა მეტაფიზიკურ და რაღაც მისტიკურ ელემენტებზე. ანუ ჩვენ ამ შემთხვევაში ვლაპარაკობთ ისეთ პერვერსიაზე, რომელიც არის უპირველეს ყოვლისა კრეატიულ შემოქმედებით თამაშისეულ ღრმა მეტაფიზიკურ და მისტიკურ ელემენტებზე დამყარებული. ჩემთვის ეგეთი პერვერსია საინტერესო უპირველეს ყოვლისა. რახან რელიგიაზე ჩამოვარდა საუბარი აბსოლუტურად, ნუ ყველა დიდ კონფესიებს გულისხმობ, ძირითადად აბრაამიტულ რელიგიებს, რაც პრინციპში რაც არის დღეს გამეფებული, ყველა ასე ვთქვათ სხეულის დათმობის ფასად რაღაც სულიერ პრივილეგიებს თავაზობს. ერთია სალოსობა, რომელიც აბსოლუტურად ფილოსოფიური გააზრება სხეულს მიღმა გასვლის. მეორე პრექრისტიანულ ხანაში დაცინვაა თან. კი. იგივე პლატონის შეგვიძლია გავიხსენოთ, რომელიც ამბობდა მეორეს მხრივ, რომ მცხვენია რომ სხეული მაქვს. მეორეს მხრივ რელიგია პლატონის აბსოლუტივისტი იყო, ფილოსოფიურად ისე როგორც ყველა რელიგიური ადამიანი და რელიგია უშუალოდ ბოლომდე გთხოვს სხეულის დათმობას. დევიაციის ზუსტად და ამ ტრანსგრესიის ხარჯზე ვითარდება კაცობრიობა. რისგან გვიცავს რელიგია? ნუ თუ საკუთარი თავისგან. რაღაც ეგეთი მართლა ჯერა ადამიანს, რომ დაუშვათ ჩვენ თუ
აჩქარებული პროგრესის საშუალებას მოგცემს, ჩვენ უბრალოდ თავს გავინადგურებთ. ეს ჩემთვის ძალიან სერიოზული თემაა, რომელზეც ვფიქრობ, იმიტომ რომ დავუშვათ კუბის კრიზისის დროს წკიბზე ვიყავით, რომ რაღაც ბირთვული ომი არ დაწყებული. მე ვუშვებ ამ აზრს, რომ კაცობრიობამ შეიძლება იმდენად დაჭკვიანდეს, რომ თავი გაინადგუროს. ხო? აი, დაჩქარებული პროგრესი მეორე მსოფლიო ომის მერე, ცივი ომის წინაპირობა იყო და აი ზღვარზე ვიყავით, რომ მართლა თავები გაგვენადგურებინა. ხო, რამდენად სვიანური ნაბიჯი იქნებოდა ეს, მე არ ვიცი. კი, პერვერსიაში თვითდესტრუქციის მომენტი არსებობს, მაგრამ ვიმეორებ, კიდევ ერთხელ ჩემთვის მაინც მნიშვნელოვანია თვითდესტრუქცია როგორც სიმბოლური აქტი, როგორც საკუთარ რაღაც სტერეოტიპულ კლიშირებულ მდგომარეობაში ჩავარდნის გადალახვა და გამოსვლა. და გასვლა ახალ ცხოვრებაში, პარადოქსული რაღაცას ვამბობ, მაგრამ პერვერსია ამ შემთხვევაში სიმბოლური თვალსაზრისით ძალიან პროგრესული და ძალიან სიცოცხლის მომცემი რამ არის. ანუ ეს არის გაქცევა კლიშეებისგან. ეს არის კლიშეების ძანგრევა. რაც შეეხება სხეულის განადგურებას და რელიგიის, ასე ვთქვათ, ან სხეულის შეცვლას, ტრანსჰუმანიზმი არის დღეს ძალიან პოპულარული. სხეულის შეცვლა, კი ბატონო, სხეულის ფაქტია, რომ სხეული მაინც სერიოზულ როლს თამაშობს ქრისტიანულ რელიგიაში. ჩვენ გვაქვს საქმე იმასთან, რომ ფუტკრეთით აღდგომისას მოხდა აღდგომა აი იმ სხეულით, რომელსაც ჯერ კიდევ სტიგმატები ეტყობოდა, ხო და მან აჩვენა თავის მოციქულებს ის თომა მოციქულს ყოველ შემთხვევაში აჩვენა ეს სტიგმატები და ეს ყველაფერი. ანუ ესე მარტივად არ არის, ხო საქმე? ესე მარტივად არ არის საქმე. უბრალოდ თვითგანადგურება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ უნდა ნიშნავდეს პირდაპირი გაგებით, ასე ვთქვათ, კაცობრიობის განადგურებას, ეს არის საკუთარი თავის განახლების აუცილებელი მოთხოვნილება და ეს არის უპირველეს ყოვლისა რაღაცა იდეოლოგიების დაძლევის მოთხოვნილება, რომელიც ადამიანში, როგორც შემოქმედებით ცხოველში, ესე ვთქვათ, ყოველთვის დევს და იდო და იქნება. კარგით, ამით დავასრულოთ. ძალიან ბევრი თემა დაგვჭა განხილული, მაგრამ სამწუხაროდ შეზღუდულია ჩვენი ქრონომეტრაჟი. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მე მაყურებელს დავამშვიდობები. შეგახსენებთ, ეს გახლდათ გადაცემა ლიტერატურული უწონადობა. ვსაუბრობდით მწერალ ზურაბ ქარუმიძესთან. მეგტოვებთ, მაგრამ ჩვენი ლიტერატურული კორესპონდენტი ზაზა აკოშკაძე რჩება და ის გირჩევთ წიგნებს, რომელიც შეგიძლიათ მოძებნოთ ქართულ ენაზე ამ თემასთან დაკავშირებით. დიდი მადლობა. გამარჯობა შოთა, მე დღეს გესაუბრებით ვლადიმერ ნაბოკოვის ლოლიტაზე. ეს წიგნი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე სკანდალურად ცნობილი წიგნი ლიტერატურის ისტორიაში. მასში მოთხრობილია ასაკოვან მწერალზე, ჰუმბერტ ჰუმბერტზე, რომელსაც უყვარდება 12 წლის გოგონა და რომელთანაც მას შემდგომში აქვს სქესობრივი ურთიერთობა. ის ქირაობს სახლს იმისათვის, რომ დაწეროს ნაწარმოები, რომლის მეპატრონე ქალიც უყვარდება და ერთ-ერთი მთავარი, რის გამოც საზოგადოებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ეს წიგნი გახლავთ არა მხოლოდ ის ასაკი და პედოფილური მომენტი ამ წიგნისა, არამედ ის, რომ ჰუმბერტი მამადაც კი ეკუთვნის ამ 12 წლის გოგონას, ლოლიტას, რომელსაც ის ხშირად მოიხსენიებს როგორც ნიმფეტკას ასევე. ეს წიგნი პირველად 1955 წელს გამოქვეყნდა პარიზში, მიუხედავად იმისა, რომ ის ვლადიმერ ნაბოკოვი არის რუსული წარმოშობის ავტორი, მან ეს ინგლისურად დაწერა თავდაპირველად. 1958 წელს შემდგომში უკვე ნიუ-იორკშიც გამოქვეყნდა ეს წიგნი, მხოლოდ 1967 წელს თარგმნა მან ეს წიგნი თვითონვე რუსულად, რომელიც ასევე თავდაპირველად ამერიკაში გამოქვეყნდა და მხოლოდ 1989 წელს ჩამოაღწია მათ საბჭოთა კავშირში და იქ გამოიცა მხოლოდ 1989 წელს. ქართული თარგმანი ამ წიგნისა გამოსცა გამომცემლობა დიოგენემ, რომელიც სამწუხაროდ ახლა ტირაჟი გათავებულია და მე თან არ მაქვს, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ეს ამ წიგნის ტირაჟი გამეორდება და ისევ შეეძლებს ქართველი მკითხველი მის ნახვას, ასე რომ სხვა დანარჩენი წიგნები, რომლებიც კავშირში არიან პერვერსიასთან და ამ თემატიკასთან, რომელიც დღეს გადაცემის მთავარი თემაა, შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი გადაცემის Facebook გვერდზე ლიტერატურული უწონადობა, იკითხეთ წიგნები და ერიდეთ ნიმფეტკებს. კარგად.